მოძრაობა იუსტიციის მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან და უწყებათა შორისი კომისიის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მათ სურთ მოისმინონ ახსნა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხელმძღვანელობს პროკურატურა ორმაგი სტანდარტებით და რატომ ითხოვს პროკურატურა შესაძლო სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულზე წინასწარ პატიმრობას მაშინ, როცა თავად უწყება არაერთხელ აცხადებდა, რომ ეგრეთ წოდებული თეთრი საყელოს დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა აღარ მოხდებოდა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, კონკრეტულად კი ჯიბუხიას ჭელიძის და ოტიაშვილის მიმართ და ეს მიზნად ისახავს ერთადერთი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას რეგიონებში არჩევნების წინ. განცხადებას გამოეხმაურა თია წულუკიანიც და შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა. ეს პოლიტიკური დევნა მიზნად ისახავს ერთადერთი ოპოზიციური ძალის ნაციონალური მოძრაობის მაქსიმალურად დასუსტებას რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ჩვენ მოვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან ქალბატონ თია წულუკიანთან, რომელიც ამავე დროს არის გენერალური პროკურორი და არის უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარე. ჩვენ გსურს მოვისმინოთ ქალბატონი წულუკიანისგან ახსნა განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატო ხელმძღვანელობს პროკურატურა ორმაგი სტანდარტებით. ჯერ ეს მომართვა არ მიმიღია, მეც მედის მეშვეობით შევიტყვე, რომ ეს მომართვა გაკეთდა დღეს წერილობით სამინისტროს კანცელარიაში ჩემს სახელზე, როგორც კი ამ მიმართვას მივიღებ, რა თქმა უნდა, მე სერიოზულად შევისწავლი მას, როდესაც მომართავენ და შეხვედრას ითხოვენ, მე მომართვის ავტორს თუ ავტორებს შევხვდე. მე ხვდები ყველა იმ მოქალაქეს, როგორც კი ვიცლი, რომელიც ჩემთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის.